ყველას მოგესალმებით საღამომშვიდობისა. მიკროფონს დაეკარგა თავი. სანამ ახალს მომიტანენ, ესე იგი ესეთი მიკროფონით უნდა ჩაგიწეროთ და იმედია კარგად ისმის. ბიჭებმა მომწერეს, რომ ბიჭებიც ვარ თუ აქო და მარტო გოგოებსო, ნუ ეუბნებიო, ეს რა დამუარდა თავზე. ეხა მეზარება თავიდან ვიდეოს ჩაწერა. გავაგრძელებ. ხო და ყველას მოგესალმებით ბიჭებსაც და გოგონებსაც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენთაგანის მონაწილეობა აი ამ ვიდეოს ნახვაში, ელემენტარულად რომ ნახვა გქონდეს. და თუ 1% ადამიანების კარგ განწყობაზე მაინც ვიმოქმედებ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია. დღეს მინდა ძალიან პატარა ვიდეო ჩავწერო. იცით რა არის აი ესეთ შურზე და ბოღმის თემაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ჩვენთაგანს როგორც ჩანს აწუხებს ეს. მეც მაქვს შურის მომენტი ხოლმე ხანდახან და ბოღმის, მაგრამ პირდაპირ ვიცახი რომ ეს არის თეთრი შური. აი მაგალითად თუ ხედავ რომ ადამიანს აქვს რაღაცა, რომელიც მე არ მაქვს. ყოველთვის მაქვს ესეთი შეგრძნება რომ თამო თუ ამ ადამიანს აქვს და თუ ამ ადამიანმა შეძლო, მაშინ შენ რატო არ გაქვს, ან შენ რატო ვერ შეძელი? ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არის შენში. ამიტომ ეცადე რომ ეს ყველაფერი გქონდეს. მაგრამ როდესაც აი ქალები გამოხტებიან ხოლმე და რეალურად ეს ვიდეოები არის თქვენთვის, რომ თქვენი აზროვნება გაიხსნას და თქვენ აი ამ რაღაცა ქართლის დედობას შეეშვათ და შეეშვათ ამ უაზრო პასუხისგებლობების აღება საკუთარ თავზე და არ წაართვათ როლი მამაკაც და რომ გამოდგებით ხოლმე აქ და შეესეთო და შეისეთო და შეიაფასიანო. მე კიდე რას მომებიან შენ ხარო იყიდებიო, ყველა ვიდეოში მაგას იძახიო. კაი ბატონო, კი ბატონო, ვიყიდები. ჯერ ეს ერთი მე ვარ გათხოვილი და მყავს ქმარი. მერეც მეორე, თუ მე ვიძახი იმას, რომ ჩემი ქმარი ჩემზე ზრუნავს, აქ გაყიდვა სად არის და თუ ვიყიდები, კიდე მალადეც მე. ქემაიც უფასოდ არავის ვაძლევ და უფასოდ არ ვიყიდები. ხო? უფასო არა ვარ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად გეთანხმებით, მე საკმაოდ ძვირი ვუჯდები ჩემს მეუღლეს. აი ნამდვილად გეთანხმებით ესეთ ქალებს. ზუსტად ესეთი ქალები არიან, რომლებიც აფუჭებენ მამაკაცებს და უკარგავენ როლს, რომ თვითონ არიან რაც არიან, თვითონ შეუძლიათ მანქანაზე პაკრეშკა ბორბლის გამოცვლა და დანკრატით მანქანის აწევაც კი. აი ესეთი ქალები, რომელსაც შეუძლია მილიონი კილოგრამიანი რაღაცა ბლოკების და აგურების თრევა სამშენებლო მაღაზიებიდან კი ბატონო, რომელსაც შეუძლია კედლების გალესვა და შეღება კი ბატონო, აი ესეთი ქალები ხართ ისეთები, რომლებიც უკარგავთ მამაკაცს როლს თავისას. და ამისი, ასე ვთქვათ, თქმა არ გამიჭირდება და არც მომერიდება, იმიტომ რომ ეს სიმართლეა. ქალმა საკუთარი თავი და საკუთარი როლი არასდროს არ უნდა დაკარგო ურთიერთობაში და ზოგადად საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო და როდესაც გამოდგები და აი ეს რაღაცა რომ აბა მე და მე უფასოობა შეგარგოს ღმერთმა, კაცო იყავი შენ უფასო. მე არ მინდა რომ უფასო ვიყო და არც ის არ მინდა რომ მამაკაცებს ეგონოთ რომ ქალის შენახვა და ქალთან ერთად ყოფნა უფასოა. უფასო არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე აბსოლუტურად. რამეს თუ მეტყვით თქვენ რომ არის უფასო, იმას ფასი არა აქვს. ყოველ შემთხვევაში მამაკაცის თვალში მაინც. კაცი რომელიც პირდაპირ გეტყვით არ ხარჯავს ფინანსებს თქვენზე, დამიჯერეთ რა იმ კაცისთვის თქვენი დათმობა ძალიან მარტივია. აი ახლა გინდა გადახტით, გინდა გადმოხდით, გინდათ პარაშუტით ჩამოეშვით ვისაც გინდათ, აქ არიან ისეთებიც, რომ პარაშუტით ხტებიან და უპარაშუტოდ გადმოხდით, ჩემო ძვირფასებო. მამაკაცი, რომელიც თქვენში არ დებს ფინანსებს, ასეთი მამაკაცისათვის თქვენი დათმობა არის ძალიან მარტივი. მამაკაცი, რომელიც გეპატიჟებათ ხაჭაპურზე გარეთ ბესედკაში რომ დაჯდეთ და იქ რო შეჭამოთ მზესუმზირა რო აკნატუნოთ და ასე შემდეგ კიდე კოკაკოლები და ლუდები რო დალიოთ და სახში ავტობუსით გაგიშვებთ გოგოებო თავს ხმაწვიმაში და თუნდაც კარგამინში. ასეთი მამაკაცისთვის თქვენი დათმობა ძალიან მარტივია. იმიტომ რომ თქვენ ხართ კი ნამდვილად იაფიანი ქალი. და აი ეს რაღაცა ბჭყალებში კაი ქალობა რომ მე თამო ყველაფერს ჩემთვის ეს დაიტოვეთ თქვენთვის. მე ესეთი ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები და პლუს კიდევ არც ჩემი მსმენელი მინდა ასეთი კატეგორია იყოს. ჩემთან არიან გოგონები, რომლებიც აფასებენ საკუთარ თავს, აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, აფასებენ და უნდათ რომ დაფასებულები იყვნენ ცხოვრებაში. ყავდეთ გვერდით ნამდვილი მამაკაცი, რომელიც მოულის, გაუფრთხილდება, იზრუნებს მასზე და აიღებს პასუხისმგებლობას. გასაგებია, ხო? ისეთი ქალები, რომლებსაც გინდათ რომ იყოთ, რა ქვია მაგას, აი,
კაი, კვერცხებიანი ქალები, აი აქ ნუ შემოხვალთ თქვენ შემოგულოთ არ დამიბინძუროთ ენერგეტიკა ამ ჩემს არხზე. გასაგებია, ხო? აი ამის თქმა მინდოდა. დანარჩენი გოგოებო, რომლებიც ხართ ჩემი პრინცესები და რომლებსაც გინდათ რომ დედოფლები გახდეთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დარჩით ამ არხზე და უყურეთ ჩემს ვიდეოებს. მოკლედ, ახალ სახლში გადავედი გოგოებო, თავზე მაყრია ყველაფერი, მაგრამ ნელა ვლაგდებით და ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ მიკროფონსაც შევიძენ ძალიან მალე ეს რაღაცა ზედა დამეკარგა როგორც გითხარით და აუცილებლად ახალ-ახალი ვიდეოებით გამოვალ. ისე სხვათა შორის ახლა ბოღმიანებისთვის მინდა ვთქვა კიდე ისა. რო გავაგიჟო ცოტა ჩავაგდო ახლა ისა. ეს არის რა ქვია. ახლა მე გადმოვედი საცხოვრებლად გოგოებო ჩემი ქმრის სახლში, სადაც მისი პირველი ცოლიც ცხოვრობს. აბა ეხა გაგიჟდით, გამწარდით და გადმოხდით, გადახდით ხიდებიდან, მე მაგებზეც ჩავწერ ვიდეოს და გეტყვით როგორ უნდა მართოთ მსგავსი სახის ურთიერთობები, როდესაც თქვენ ხართ უცხოელი მამაკაცის მეუღლე, რომელსაც შეიძლება სხვა ცოლიც ჰყავდეს. აბა, აი ესეთი ამბები. ახლა დაიწყეთ კომენტარებში, დააპორჭყნეთ კომენტარების კეტლები. აბა, გემშვიდობებით, დროებით.